კიდევ ერთი თემით, რომელსაც ვეხებით ხუთშაბათობით. ეს არის ამ შემთხვევაში სურსათის უვნებლობა და ჯანსაღი კვება და ეს არის სწორედ ის თემა, რომელიც დედამიწის ყველა მოსახლეს ეხება, რა თქმა უნდა, რადგან სწორედ უვნებელ პროდუქტზე არის დიდწილად დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად უვნებელი არის სურსათი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, კონტროლის რა მექანიზმები არსებობს და რა გამოწვევები არის აი ამ მიმართულებით, სწორედ ამ თემაზე შუადღის შეკითხვებს უპასუხებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე, რომელთან ერთადაც გადავალ ახლა მე დროებით და გამშვიდობებით და დაგიბრუნდებით მალე. მოგესალმებით, ბატონ ვასილ, მადლობა მოგზანებისთვის. პირველ რიგში ვიდრე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს აი ამ პრობლემის აღმოსაფხრელად, მაინტერესებს დღეს წინა საახალწლო პერიოდი არის უკვე, რამდენად უვნებელია სურსათი, რომელიც არის ქართულ ბაზარზე. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ძალიან საინტერესო შესავალი სიტყვა გააკეთეთ, ესე ვთქვათ და დაგეთანხმებით ნამდვილად, რომ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხარისხზე პირდაპირ აისახება უვნებელი სურსათის მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება მომხმარებლის მხრიდან. კონკრეტული კითხვა, რაც თქვენ ბრძანეთ, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გამოვიდეთ სახელმწიფო კონტროლის შედეგებიდან, რაც ესე ვთქვათ, ჩვენ სახელმწიფო კონტროლის შედეგების ნაწილში ვახორციელებთ სტატისტიკური მონაცემი, რაც გროვდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ უკვე 30,000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განვახორციელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ, დისტრიბუტორ და საცალო ვაჭრობის პუნქტებში ყველა აი ამ ეტაპზე. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ დარღვევების რაოდენობა, რომელიც წლიდან წლამდე გვაქვს და სტატისტიკური მაჩვენებელი გროვდება კონტროლის შედეგად, შემიძლია გითხრათ, რომ არის ცალსახად გაუმჯობესებული და მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს აქვს სახელმწიფო კონტროლის 6 მექანიზმი, რომელსაც შესაბამისი ეფექტურობის გათვალისწინებით ყველა ეტაპზე ვიყენებთ. იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლები, მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საუბრის დასაწყისში, როგორც აღვნიშნე, სიცოცხლის ხარისხი იყოს გაუმჯობესებული და დაცული. ბატონ ვასილ, თქვენ აღნიშნეთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 30,000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა თქვენმა სააგენტომ და საინტერესოა გითხრათ, ძირითადად რა მიმართულებით მუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პერიოდულად, მათ შორის ჩვენი არქის საინფორმაციო გამოშვებები აშუქებენ სწორედ აი ამ თემებს, როდესაც თქვენ ამოწმებთ სხვადასხვა ობიექტს. ეს შეიძლება იყოს რესტორნები, შეიძლება იყოს საცხობი, ასევე მიდიხართ საწარმოებში, სადაც ხდება მაგალითად ყველის წარმოება და ასე შემდეგ. შეგიძლიათ გითხრათ, რა მიმართულებით ხდება სახელმწიფო კონტროლის განხორციელება? სახელმწიფო კონტროლი დაფუძნებული არის რისკებზე, რომელიც გულისხმობს კონტროლის დაგეგმვის ეტაპზე შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ბიზნეს ოპერატორების საქმიანობის ტიპის გათვალისწინებით, კონტროლის ისტორიის გათვალისწინებით, საწარმო სიმძლავრეების სიდიდის გათვალისწინებით, შესაბამისი ქულების მინიჭებას. ამ ქულების მინიჭების შემდგომ უკვე, ესე ვთქვათ, ელექტრონული პროგრამის საშუალებით ჩვენს ინსპექტორებს, უფლებამოსილ პირებს ყოველდღიურად ეძლევათ სხვადასხვა სახის დავალება, რაც გულისხმობს რანდომულად ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მაღალი ქულის მქონე ბიზნეს ოპერატორთან სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვას და განხორციელებას იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა იმ კონკრეტული პროფილის ბიზნეს ოპერატორისთვის და ამავე დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ეტაპები. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საფრთხეებია, სხვადასხვა რისკები არის და აი ზუსტად ამ რისკების მართლობით ნაწილში ჩვენ ესე ვთქვათ ვიღებთ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც მომდინარეობს განვითარებული ქვეყნების სისტემის შესაბამისად და აქედან გამომდინარე სააგენტოს ქმედებებიდან გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის დაცულობა სურსათიდან წამოსულ საფრთხეებთან მიმართებაში დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ არის დაცული, ვიდრე იყო წლების წინ და ამას
პირდაპირ ასახავს თუნდაც იმ კონტროლის რაოდენობები, რასაც სააგენტო აკეთებდა 10-12 წლის წინ და იყო წელიწადში დაახლოებით 400-მდე სახელმწიფო კონტროლი, მაშინ როდესაც დღეს როგორც აღნიშნე არის 30,000-ზე მეტი კონტროლი და ეს კონტროლი გრძელდება და შესაბამისად სახალხო დღესასწაულის დადგომასთან ერთად ჩვენ აი ამ დღესასწაულთან ასოცირებულია ესე ვთქვათ სურსათის მაღალი მოხმარება და მოთხოვნა ამაზე კითხავთ თუმცა მანამდე მინდა ვიკითხო ვინაიდან ვსაუბრობთ სახელმწიფო კონტროლზე და როგორც ახლა მეუბნებიან დაახლოებით 36,000 ჯერ მოხდა შემოწმება სხვადასხვა ობიექტის ძირითადად რა სახის დარღვევებთან გვაქვს ხოლმე საქმე მაგალითად ბოლო პერიოდში გვახსენდება ზეთი შემოწმდა რომელსაც მოიხმარს არა მხოლოდ კვების ობიექტები ძალიან ბევრ დაწესებულებაში გამოიყენებენ სწორედ აი ამ ზეთს როგორი იყო შედეგები აი ამ მიმართულებით ასევე გვახსენდება თევზთან დაკავშირებით და აღმოჩნდა რომ შეღებილი იყო ეს თევზი მოკლედ ბევრნაირი დარღვევა ხდება ბაზარზე კი, ნამდვილად მრავალფეროვანი არის ჩვენი საქმიანობა, ზოგადად სურსათის წარმოება მოიცავს სხვადასხვა საქმიანობას, ესე ვთქვათ, სხვადასხვა პროფილის საქმიანობას, შესაბამისად ყველა პროფილის საქმიანობასთან გვიწევს სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. მიმდინარე წელს გარდა ესე ვთქვათ, იმ რუტინული კონტროლის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში უვნებლობის შესაბამის დონის შენარჩუნებას, ჩვენ გვქონდა გარკვეული სახის პრიორიტეტები გამოყოფილი, ისეთი მაგალითად როგორც იყო არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებლები და რძის პროდუქტების მწარმოებლები და მიმდინარე წელს ჩვენ 50-ზე მეტი არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ, რომელიც ასე ვთქვათ ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე ახდენდა ფუნქციონირებას და აქვე აღსანიშნავი ტენდენცია რომ ამ ბიზნეს ოპერატორებიდან 20-მდე ბიზნეს ოპერატორმა მომართა სააგენტოს იმისთვის რომ საქმიანობა გააგრძელოს შესაბამის წესების დაცვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის იქიდან გამომდინარე რომ სააგენტოს მიზანს წარმოადგენს მომხმარებლების დაცულობაზე ზრუნვა და ამავდროულად დარგობრივ მიმართულებებში კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნა რაც და ზუსტად ამ კონტროლის დამსახურება ესე ვთქვათ რომ ეს 20 ბიზნეს ოპერატორი, 20-მდე ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ლეგალურ საქმიანობას შეუდგა, მათ მიერ წარმოებული სურსათი იქნება იმ სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა აწესებს. რაც შეეხება ზეთის კონტროლს და სხვა სეგმენტებთან დაკავშირებით განხორციელებულ კონტროლს წლის განმავლობაში, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი მომხმარებლების ნაწილში და საზოგადოებაში, აღსანიშნავია, რომ ზეთთან დაკავშირებული კონტროლი ჩვენ წლის დასაწყისში დავგეგმეთ. მნიშვნელოვანია ის საფრთხეები იქნეს გაკონტროლებული სახელმწიფო კონტროლის დროს, რომელიც მომდინარეობს, ესე ვთქვათ, უკვე ამორტიზირებული დიდი ხნის გამოყენებული ზეთისგან, ან ისეთი ზეთისგან, რომელიც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ დანიშნულებით, მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, ფრიტურის ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, რომელიც ესე ვთქვათ, მას უნდა გააჩნდეს და მხოლოდ ამის შემდგომ არის შესაძლებელი ამ ზეთის გამოყენება აღნიშნული დანიშნულებით, ხო? აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის ხელსაწყოები, რომელიც რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა და ესე ვთქვათ, გამოყენებაში აქვს დღეს ჩვენს ინსპექტორების ჯგუფებს, მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, რომ არის სრულ შესაბამისობაში იმ თანამედროვე სტანდარტებთან, რასაც აწესებს, ესე ვთქვათ, საერთაშორისო გაიდლაინები და ეროვნული კანონმდებლობა. საინტერესოა გითხრათ ამ ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ, ვინაიდან თქვენ თქვით რომ დაახლოებით 10-12 წლის წინ წლის განმავლობაში დაახლოებით 400-ჯერ ან 500-ჯერ ხდებოდა შემოწმება სხვადასხვა ობიექტის. ამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და განვითარებამ მოგვცათ იმის შესაძლებლობა თუნდაც დროის ფაქტორიდან გამომდინარე რომ დღეს ბევრად მეტჯერ 10,000-ობით ობიექტში ხდება შემოწმება იმ პროდუქტების რომელსაც აწარმოებენ ესა თუ ის კომპანიები.
ძალიან საინტერესო დასმული კითხვა არის. რეალურად სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტიურად უწყვეტად მუშაობს განვითარებასთან დაკავშირებით, შემდგომ გეგმებთან მიმართებაში და სწორედ ამ მუშაობის და სწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ დღეს სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, რომ კონტროლის მექანიზმები ესეთი ეფექტურობით და ესეთი სიმძლავრით გამოიყენოს და განახორციელოს და განავითაროს წლიდან წლამდე, ხო? რაც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების დაცულობაზე შემდგომში. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ განვითარებას და შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორც აღნიშნე სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ წლიდან წლამდე ვითარდებით და სწორედ ეს მხარდაჭერა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ როგორც მატერიალური, ტექნიკური ბაზა და შესაძლებლობები განვავითაროთ, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი უფლებამოსილი პირები სისტემატურად, პერმანენტულად, პრაქტიკულად უწყვეტად იღებენ შესაბამისი დონის სწავლებებს, როგორც ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კონტროლი იყოს, ესე ვთქვათ, სრულად თანხვედრაში იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის აი ამ სფეროში. ბატონ ვასილ, მე მინდა გკითხოთ, ჩვენ საუბარითაც დავიწყეთ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რა გამოწვევებია აი ამ პერიოდში და რა იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ვიცით მოქალაქეები დადიან არა მხოლოდ დიდ ქსელებში, სადაც შეუძლიათ ყიდვა საახალწლო სუფრისთვის საჭირო პროდუქტის, არამედ ბაზრობაზე, სადაც ასევე ხშირად სამწუხაროდ ჰიგიენური ნორმები არ არის ხოლმე დაცული. აქედან გამომდინარე, სადღესასწაულო, წინა სადღესასწაულო პერიოდში უფრო მეტი არის ალბათ დატვირთვა თქვენს სააგენტოზე და რა პრიორიტეტები გაქვთ ეს რომ გითხრათ? ნამდვილად გეთანხმებით. ამის აღნიშვნას ვაპირებდი საუბრის დასაწყისში, რომ ჩვენ ეს შედეგი, რაც გვაქვს კონტროლის რაოდენობასთან დაკავშირებით, ძალიან გაიზრდება შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კონტროლის შედეგად მომხმარებლების დაცულობის დონე გავზარდოთ იმისთვის, რომ სადღესასწაულო დღეები, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის და თითოეული თანამოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეთ ზეიმის შესაძლებლობა და სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნების შესაძლებლობა, ხო და ის რისკები, რაც მომდინარეობს სურსათის უვნებლობიდან აცილებული იყოს. ერთ-ერთი გამოწვევად რჩება, ესე ვთქვათ, გარევაჭრობის პუნქტებში, არა ორგანიზებულ პუნქტებში, ესე ვთქვათ, ისეთი სახის სურსათის შეძენა და არასწორი არჩევანია ნამდვილად ჩვენი თანამოქალაქეებისგან, როდესაც გარევაჭრობის პუნქტში შეძენას ახდენენ ისეთი სურსათის, როგორიც არის ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, მათ შორის თევზი და კვერცხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახის სურსათი, ხორცპროდუქტები, კიდევ ერთხელ გამომეორდები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და კვერცხი არის საკმაოდ მაღალი საფრთხეების მატარებელი, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე აქვს საუბარი, როგორც ქიმიურ, ასევე ბიოლოგიურ საფრთხეებზე და შესაძლებელია გაყიდვის წერტილში თუ არ იქნება დაცული ტემპერატურული რეჟიმი, ჰიგიენური ნორმები, არ გვეცოდინება სურსათის წარმომავლობასთან დაკავშირებული მონაცემი არ გვექნება, ანუ ეტიკეტირებული თუ არ იქნება. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ აღნიშნული სურსათის გამოყენებამ ჩვენ მოგვიტანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება თქვენი ეთერის საშუალებით ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომ არაორგანიზებულ საქმიანობაში, გარევაჭრობის პუნქტებში თავი შევიკავოთ აღნიშნული სურსათის შეძენისგან და ეს არის ნამდვილად მომხმარებლის პასუხისმგებლობა, სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება, როგორც ბიზნეს ოპერატორს, ანუ სურსათის მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს და რასაკვირველია თავის პასუხისმგებლობებით სახელმწიფო მაკონტროლებელს. და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებსაც შეგვიძლიათ დავრეკოთ ნომერზე 1501 და აქვე ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ იმპორტირებულ პროდუქტზე არის თუ არა თქვენი პრეროგატივა, ასე ვთქვათ, იმპორტირებული პროდუქტის შემოწმება სურსათის უვნებლობის ნაწილში თუ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება ამის კონტროლი? კეთილი, პირველ რიგში იმპორტირებული პროდუქტი პირველ კონტროლს
გადის სასაზღვრო პუნქტზე, საზღვრის კვეთისას და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეფექტური კონტროლის მექანიზმები აქვს შემოსავლების სამსახურს ამ მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ როდესაც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს პროდუქტი და განთავსდება ქართულ ბაზარზე, ამის შემდგომ უკვე სურსათის ეროვნული სააგენტო ისევე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის გამოყენებით სახელმწიფო კონტროლს, როგორც ადგილობრივი წარმოების სურსათს. კეთილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე. დაგემშვიდობებით ჩვენ